გიგანტური ადამიანის ნეშტის ნახვას ვაპირებთ. ნუ ნეშტის არა ძვლების, მაგრამ ამბავი ეგეთია. ეხლა უნდა წავიდეთ ან ძროხის ან ცხენის ძვალი უნდა ვნახოთ სადღაც ტყეში, ჩემი აზრით რა. და ჩამოვიდეთ უკან. იმედია დანიშნულების ადგილამდე მივალთ, რაღაც წერტილამდე უნდა მივიდეთ მანქანით და მერე უკვე უნდა გავაგრძელოთ სადღაც 7 ან 8 კილომეტრი ფეხით. ჩვენ ამოვედით რენჯერებთან. ამბავი, რომელიც უნდა იცოდეთ, ადგილი, სადაც მივდივართ, არის ეროვნული ნაკრძალი, შესაბამისად გჭირდებათ ნებართვა. ნებართვა ყოველთვის მარტივად კეთდება, უბრალოდ უნდა დარეკოთ. რენჯერები გვიყვებოდნენ, რომ სინამდვილეში აქ ძალიან ბევრი ნასოფლარია, ნაქალაქარია და ქვევრებიცაა ნაპოვნი, ტაძრებიცაა ნაპოვნი და მე მაგალითად არ ვიცნობ აქაურობას კარგად. მარტო ობსერვატორია ვიცოდი, რომ აქ იყო და მეტი არაფერი რა ესე, მაგრამ ეხლა როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ დიდარი რეგიონია ისტორიულად რა და ბევრი საინტერესო ამბები აქვს აქაურობას და მე ჩემთვის კიდევ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მხარე, იმიტომ მე ესეთი ბუნება მიყვარს ძალიან. ეს წიწვოვანი ბუნება და რაც თავარია, ჰაერი განსხვავებული რა. სუნთქავ. გინდა შეისუნთქო. ანდრო. ანდრო? გვარი? ნატრიაშვილი. ანდრო ნატრიაში. თქვენი სახელი და გვარი? მამუკა მინაძე. მამუკა მინაძე. რენჯერი თო ისა ხო? მაგირისთვის გინდა? ვიცი რომ გეღიმებათ, მაგრამ მართლა ზუსტად ვიცი რომ შეიძლება გოლიათი არა, მაგრამ რაღაცას ხელს გამოუკრავ რა. როგორც მე ვიცი, დასახლარები არის ძველად ქალაქი იყო, კურცხანაო, რეგიონიო და არის რა ვიცი, ქვევრებიო, ნასახლარე, ნაეკლესია არის და რა ვიცი, ასეთი რაღაცები არის. ტურისტები ბევრი დადის ამ მხარეში? ამ მხარეში ძირითადად მაგის მიზნით არემი არ შესულა და არემი არ დაინტერესებული. წავედით, თავგადასავალი, ხო მოდიხარ? წავედით, ჩვენ გამაკვევთ. კი ბატონო. შენ გაკვალე გზა, მე გამოყვები. ეს სიმღერა ყოველთვის თემატურია. ეხლა მიზანი ნომერ 1 უნდა ვიპოვნოთ ოთო ტყეში. ოთო არის ის ჩვენ ხო რენჯერებთან ერთად ვართ და ჩვენ უნდა ვიპოვოთ მეტყევე, რომელმაც იცის ეს ადგილები რა. და ოთო ყავს ტყეში საპოვნელი და მერე უნდა ვიპოვნოთ თვითონ უშუალოდ ძვლები. და ოთო უნდა გვაპოვნინოს უკვე ეს გიგანტური ძვლები. ანუ ორი მისია გვაქვს რეალურად. და ეხლა რომ გადავიდე, როგორ ტალახში დავდივარ, თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ. აქ ხო სხვა კლიმატია. აქ სულ ნოტიო კისერიც გამიშეშტავდი ჯაყჯაყისგან. ლაიქებზე უნდა ვილაპარაკოთ ხალხო. რო გთხოვოთ და გვალაიქეთ მეთქი, ყველაზე მაქსიმუმი ლაიქი, რაც ჩვენ ურწლიან ისტორიაში ყოფილა, იყო 4000. ისიც გაჭირვებით. ერთ დღეში ავედით 10000. თუ ხართ ნორმალურები? მეთხოვა აქამდე, მეთხოვა მეტი. ძალიან დიდი მადლობა. დღეს არაფერს არ გთხოვთ. ძალიან დიდი მადლობა იქნება უბრალოდ, მაგრა გამეხარდა. მაგრამ იქნებ იმ 10000-ის რეკორდი მოუხსნათ და ამ ვიდეომ უფრო მეტი ლაიქი დააკროვოს. თუ ვიპოვნით, შეხედეთ, თუ ვიპოვნით ძვლებს, მაგ შემთხვევაში გთხოვთ, თუ ვერ ვიპოვნით, მაშინ არ დაგვალაიქოთ. არ შეგვაწუხებთ. არ შეგაწუხებთ. არ დაგვალაიქოთ. რა მაგარი მოთხოვნა. შენ როგორ უნდა გადაიარო ეს შეიძლება გამაგებინა? მანქანა მიაქვს. ჰა? ძალიან მეშინია. ვაიმე. სხვათა შორის მე მგონი ძალიან გონი არ წახვიდე. ღმერთო გთხოვ გადამარჩინე. გევედრები. ვაიმე. მის დრო არის რომ გამოიწეროთ და ლაიქოთ, კარგი კომენტარი დაგვიწეროთ და დროებით. ცოტა დარჩანიკა. აი, ოთო. ჩვენი ოთო. მოვიდა აგერ. ოთო შენ ხარ? ოთო არის? ოთოა? ოთოა! აი, შეხედე რო არ შეუშინდები სირთულეს. აუცილებლად ღმერთი დაგასაჩუქრებს. გაზანდებით ოთო. მე ავთო ვარ, ავთო თქვენ ზანდე. გამარჯობა. თქვენ უნდა მიყვანოთ გიგანტური ადამიანის ძვლების სანახავად, ხო?
კი, რა ცნობა არის რა იყო მან. ქალაქები იყო, რაც ქალაქი. და მოგვიანებით შეჭამა დრო, ტყემ შეჭამა ყველაფერი, ხო? რა შემოსევებით რო განადგურდა ეს მოსახლეობა და ისა მის მერე ახლა ადრინდელი მანა უფრო მე-11 საუკუნემდე არის. მე-12 საუკუნე. და ესე გამოკვლეული არ არის. არაფერი გამოკვლეული არ არის. არქეოლოგები აქ არ ამოსულა. არავინ აქ არაფერი. და ეს არის ეროვნული ნაკრძალის ტერიტორია, სხვათა შორის. ეს ეროვნული ნაკრძალი შეუერთეს ბორჯომიხარაგაულის ეროვნულ ნაკრძალს და ჩვენ რო ვიყავით ბორჯომიხარაგაულში, იქით ამ მხრიდან ვიყავით, ახლა აქეთ ამ მხრიდან შემოვედით. ნაკრძალში მოხვედრა თუ გინდათ, ხო გახსოვთ იმეილი უნდა მიწეროთ და ისე შეხვალთ, ისე შებოდიალება, არაფრით არ შეიძლება, უნდა გითხრან რა გზებით იაროთ. მივაგნებთ. კი, როგორ არა, თუ მივალთ ამით, მივალთ. სანამდესაც მივა. სადამდეც მე ხერგილსიქით აბდივარ ზემოთ, რა ვიცი და მაგ გზა მე რაფერი იყო მაგის. ხერგილსიქი თუ ადიხარ აგო მაშინ. ხერგილს როდაგაცები მარჯვენა ალმაისურში შეგვაბოდი ხოლმე. მაღლა ასასვლელს არ ჭირდება ასო. პირდაპირ ალმაისურის ასასვლელამდე ადიხარ. კი. მაშინ იქით ფეხითაც გავყოთ, შეულები. ოკეი. და ფეხით რა მხოლოდ გვაქვს. არაფერი იქნება სადღაც 500 მეტრი. პირველი მიზანი შესრულებულია. 4-ს მოვაგენით. მე მგონი მეორე მიზანსაც მივაღწევთ და თქვენ ხო არ დაგავიწყდათ რაც ვთქვით ჩვენ. 10000 ლაიქზე ხო ავედით და ჩვენ ძულებს თუ მივაგნებთ 10000 ლაიქზე მეტი უნდა დადოს ამ ვიდეომ. აბა თქვენ იცით. პირველად შემეშინდა ცხოვრებაში, აი მართლა საშინელი გზა იყო, რაც გამოვიარეთ და არ ვიცი კადრში გამოჩნდა თუ არა, როგორი საშიში იყო სინამდვილეში. მოკლედ მივაგენით ყველას ვინც გჭირდებოდა და ეხლა უნდა დავიწყოთ უკვე ადგილზე სიარული. რა მოლოდინიც მქონდა, ეგრე არის რა, ინტუიციამ არ მიღალატა რა, ინტუიციურად ხვდებოდი, რომ რაღაცა ძალიან საინტერესო ამბავი იხარშება აქ. ისტორიულად ეთყობა ესე მოძრაობდა მტერი რა და აქ მიდიოდა ყველაფერი. გადაადგილება, ვაჭრობა, ომი, ბრძოლა და ყველაფერი. ასე რომ არ არის გამორიცხული, მართლა იყოს აქ ეს აკლდამა რა, აკლდამები აქ ეკლესიაც ყოფილა, ტაძარი არის, ნასოფლარები, ნაქალაქარიც ყოფილა. მაგრამ მე მაინც რატომღაც არ მჯერავს აგერ ჩვენმა მეგობარმა ახლად შეძენელმა გითხრა რომ ჩემმა შვილმა რომ გამოიტანო ყვა რომ მივიდეო სახეზე გადმომედო და ცოტა არ მჯერავს რა სანამ არ ვნახავ მე თვითონ ვერ დავიჯერებ გოგოებს კი ჯერავთ მაგრამ ვნახოთ აბა საუკუნეების ნაგებობები აქვს ერთადად და ეკლესიები, რომლებიც არის ეგრეთ წოდებული ნაეკლესიარები, უკვე დანგრეულია. ეს არის შემორჩენილი ცოტა სიმაღლისებურად მყარი წყობით დარჩენილი, დანარჩენი არის გასწორებული მიწასთან, ზოგი ალბათ მიწისძვრებით, ხეთაცვენით. არის ძველი გზები და როგორც ამბობენ, კურცხანა, ეს კურცხანის ხეობაა. კურცხანა და იქეთ מחვილოს ხეობა გვაქვს კიდევ. ქალაქები ყოფილა აქ რა, დიდი ქალაქები ყოფილა და ცხოვრობდნენ ხალხი და ორსართულიანი შენობებიც კი არის, სადაც სახურავები აქვს ჩამონგრეული, შენობები დგას ისე რა. ეს მე-11 საუკუნიდან. დაახლოებით ეგრე. მე-11, მე-12 საუკუნის. დაახლოებით არის 7 ესეთი ეკლესია ან ნასოფლარი. რამდენიმე მათგანს ახლა გზადაც გავივლით და იმასაც გაჩვენებთ ქვევრები და ნანგრევებია შემორჩენილი. ამ ეკლესიის გარდა კიდევ და ჩვენი საბოლოო წერტილი იქნება ძვლები. ესე გვითხრეს, რომ სავარაუდოდ ამ უთხრა მოგვიწევსო, იმიტომ რომ ბევრი წლის უკან ვნახეთ და ეხლა შეიძლება სხვა მდგომარეობა დაგხვდესო. დაგვერდა ორ-ორი.
რახან ვარ დაცულ ტერიტორიაზე, ყველგან მთლიან ტერიტორიაზე, ტყეში ყველგან არის აი ესეთი ფოტოხაფანგები. ეს არის იმისთვის, რომ თქვათ ვიღაცა ბრაკონიერობას არ ქონდეს ადგილი და ასევე გარეულ ცხოველებს აფიქსირებენ. როგორც ბიჭებმა მითხრეს, აქ ფოცხოველიც არის დაფიქსირებული სწორედ აი ამ კამერით. ისე კაი კამერა კია. თუ შემოხვალთ ნებართვის garaშე, უცებ ეს ფოტომბახე გადაგიღებს. აი ცხოველების ფოტოებს რო ნახულობთ ხოლმე ინტერნეტში რო ვრცელდება, აი ამით იღებენ. ისეთ ველურ გზაზე ვართ, რომ უწევს გაწმენდა ყოველ 10 მეტრში გზის. იმიტომ რომ ხეებია ჩამოყრილი ესეთი ყველგან. დამპალი ხეებია ძველი ჩამოყრილი და ესე ნელ-ნელა სპეციალური ხერხით ვართ ელექტროხერხით წამოსულები. რენჯერებმა წამოიღეს და თან გზავს წმინდავთ. პირველები ვართ, ვინც ამას იღებს და სავარაუდოდ ამ ადგილას ბევრი წელია არც არავინ ყოფილა. აქედან უკვე ვაგრძელებთ ფეხით, იმიტომ რომ ნახეთ რა ხდება? ყველგან ეს ამბავია. და რეალურად გვიღამდება და ამ ყველაფრის გაწმენდას და ისე გადავლოს მანქანით დიდი დრო დასჭირდება და თან წინ არის ჭაობიო და შეიძლება ისე გავიჭედოთ რომ ვეღარ ამოვიდეთო და ეგ არავის არ აწყობს. სწორად მივდივარ? მანდაც სამარხია? რაღაცას მოვაგენით ხალხო კიდე, აი, აქ ამოშენებულია შუა ტყეში. აქ არის სამალავი აქვს რაღაცა. სამალავი? ხო, ანუ უფრო ქონდათ აქ შენახული ან რაღაცა და ეს არის გახსნილი დაახლოებით 18 წლის უკვე. იმიტომ რომ ეს ნარგავი, რაც არის ჩამონგრეული, ამოსული არის ამის წლიანობა თითოეული ნაყარის მიხედვით ითვლება. ეს არის დაახლოებით 18 წლის. ეს ხე. ეს ხე თვითონ ნარგავი. და როცა აღმოაჩინეს როცა მოინგრა მის მერი ამოსული ეს. და ვინ იყო მოსული, ხო არ იცით? აი მაგას ვინ გაიგებს 18 წლის მანამ მე რა ვიცი. და სავარაუდოდ ოქრო აქვს წაღებული. სავარაუდოდ ეგრეა რა. განძი. როგორც ერთადერთი მამაკაცი ჩვენი ექსპედიციის გადამღები ჯგუფის, ესენი უკვე შარშიანი. შენ ითავე და შედი ნახე რა ხდება. ანუ მეც შევალ რა. შენც მიდიხარ? მე და მარიშკა შევალ. კაი, თქვენ თუ შედიხართ, მე გისავარ, დებილი ვარ? ძროები აქ იყო? არა, ის იქავა დასასრული. ეს იყო განა. იქეთა. აჰა. აუ თავზე ნუდადგებით მაინც. მომე კამერა სივრცე არის რა, რომელიც სავარაუდოდ მართალი არის აქ. კედელი იყო და მე მოანგრიეს და რაღაცა არის ატანილი რა აქედან რა. ეხა ის ხო სინამდვილეში ამაზე გაცილებით უფრო ღრმა არის. სავარაუდოდ ხო მიწა არის ამდენ საუკუნის განმავლობაში ჩაყრილი. თუ ესე იგი აქაურები ამბობენ რომ მე-11 საუკუნემდე იყო აშენებული ყველაფერი და ეს ხეობა იყო ეთყობა მთავარი ერთ-ერთი გამავალი ხეობა იმიდან რა ქვია დააჭერა სამცხე-ჯავახეთის თემა რა. რომელიმე ისავა. აი ეს რა არის? რა. სკოლა. კაი. ნინო არქი. ეს ერთი სული აქვს რამე ბრილიანტი ან რაღაც მარგალიტი იყო ან ამეგრე. არის იზუმრუდი მომწონსა. იზუმრუდი რა. აი მწვანე ქვა რომელიც არის ზურმუხტი ამ საქართველოში არის მე მგონი. მე უფრო ვიპოვდი ხა ძველნიერს ან ხატს ან ხმალს ან რაღაცა ეგრე. სინამდვილეში ძვლები და აკლდამ არის აქ. იქიდან გამომდინარე რომ წყლები აქ არავინ არ არის ნამყოფი, ეს ყველაფერი დაფარული არის უხვი ბალახით. და ეხლა დავიწყებთ გათხრას. მოვდივართ, მოიცა დაგვალ უჩვენოთ არქნათ. რა იყო? ხედა, აი გამოჩნდა კედელი. აი, მარიშკა ხედავ? აი, შეხერამ ხოლო ქვებია. პატარა კარებია. ბატონ ოთარი, აბა მითხარით რას ამბობდით?
აი ეს არის ტრაქტორით. განავლელი ამ იმაზე რა მოკონა ხე? ხო. ხო ამოაგდო და გამოჩნდა მე ეს სამ. ანუ ტრაქტორს რო არ ამოეგდო შემთხვევით. ვერანი ვერ აღწევნა. ანუ აქ ხალხო ხვდებით რამდენი რაღაცა აქ საერთოდ გამოუკლევენ. წარმოდგენა არ გვაქვს რა ხდება მიწის ქვეშ. მიწა დაფარა ყველაფერი ის რაც ხდებოდა აქ. შემთხვევით იყო ის ამბავი და იმის მერე ტრაქტორებიც აღარ დადიან აქ. აუ რამდენი ძულებია თან. აკლდამა არის. ო ეს არის აკლდამა. აბა ნახოთ, ეხლა რამხელა ძულები არის. სხვათა შორის მართლა დიდი ძულები არის. ჩამოხვალ მარიჩკა. აბა დავატოლოთ. არა და წამოვედით. აბას თუმანში სუფთა ჰაერია ფილტვები გავიწვიდოთ და რაღაცა გამოგვაბულცი. მიწის ქვეშ ჩამოვედით. ძულებს ვიკულებთ. მანახერთი წამის მოვანათოთ აი ეს თავის ქალა რო არის. სადაც არის აი ამის ქვეშ ნახეთ როგორ არის. აი ის ბოტასები როდინდელიან აი. რა ბოტასები? საძვალე არის რა მოკლედ ეს რა. რამდენად გიგანტურია არ ვიცი. ვიპოვნეთ აკლდამა და უზარმაზარი ადამიანის კვანი. წავიდეთ? ჩვენი ექსპედიცია ნაწილობრივ მიუახლოვდა დასასრულს. ჩვენ ვიპოვნეთ აკლდამა და ვიპოვნეთ ნამდვილად ძვლები. ძვლები საკმაოდ მსხვილი და დიდი მომეჩვენა პირადად მე, მაგრამ მოდით მენუმენდობით, რადგანაც ალბათ პირველად ვხედავ ცხოვრებაში ასეთ სიახლოეში ადამიანის ძვლებს და მოკლედ თავგადასავალი შედგა და ერთი რაღაცა ნამდვილად სათქმელი რა თქვენ ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მართლა მთელი დღე დაგვითმეთ და ძალიან რთული იყო აქ მოსასვლელი გზა და ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენს. დიდი მადლობა. მადლობა თქვენს. აც განისვენებენ ადამიანები და გვახსენებენ იმ ამბავს, რომ ჯობია ცხოვრება ახლავე შეირგეთ ხალხო, რაც საჭმელია ჭამეთ, რაც დასალევია დალიეთ და გაერთეთ იმოგზაურეთ, თორე ეგი არის. ბოლო ეგია. ბატონ ოთარ, ვიტყოთ ახლა აქ როდის მოხდა? ბატონ ოთარ, მოგვიყევით დაწვრილებით თუ როგორ მოხდა პირველადი აღმოჩენა აკლდამის. ეგ დაახლოებით ერთი 7-8 წლის უკან ვიყავით ამოსულები. აქ ბავშვები რო დადიოდნენ, ბიჭები იყვნენ, ახალგაზრდა ბიჭები წამოსულები და რაღაცა ნახეს ისა, რომ ბალახი ტყეს დაფარული იყო, არ ჩანდა რა. ან ხარმა გამოიარა, ან პირუტყმა რაღაცა და ჩავარდა ეს ადგილი. და ჩავიდნენ მაშინ დაახლოებით 7 წელია რა. და მოიტანეს შიგნიდან ისიც იყო, შინადა ისა დაჟე იმისი დრუჟბის. რომ მე როგორც ვიკითხეთ ახლა ძველი დამამზადებლები რო იყვნენ ეს ტრაქტორით არის აქედან ხე ამოტანილი, ეს ქვები რო გამოაჩინა და იმას და გამოჩნდა ეს ადგილი. ამ ტრაქტორის მოძრაობით, უცობით ამოყარა ეს ქვები და ნახეს ეს ისა იმ დროინდელი ნახულია და ჩვენ მერე ნავხეთ. თქვენ მე უკვე მე მოგვიანებით. დაახლოებით 1-7 წლის უკან რა. მაგრამ ანუ ძალიან დიდი ძვლები არის, ხო? დიდი ძვლები ახლა მაშინ რო ამოიტანეს ბიჭემ ახლა ქვაც არის ჩამონგრეულია მან ახლა ქვეშ მიწა არის შეიძლება უფრო ღრმად არის ის აუ არის კიდევ ჩვენ ხო ვთხარეთ და უფრო ღრმად და ღრმად ჩადის და კიდევ ღრმად ჩადის ქვა არის ჩავარდნილი და იმდენად ვერ გამოთხარეს მაგრამ აი რო ამოიტანეს ძვლები იყო დაახლოებით აი წვი ძვალი რაც ჩვენ ვართ თითქოს აქამდე გზდებოდა მაგიდან ამოტანილი წვი ძვალი სადაა ხა ეგ ძვალი მარ ვიცი რა ქნეს ბიჭებმა მე მაშინ რო ამოიტანეს იმას შეიძლება სადმე დადეს იქა. აქ შიგნით ახლა მე აღარ შევსულ ვარ, არც ყოფილი ვარ, მაგრამ სავარაუდოდ მიკროფონი ჩაგივარდა. საფლავი გვეძახის. მიკროფონი ჩაგივარდა? მე მგონი სულები არ არიან ბედნიერები აქ რო წინგიცაობთ. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ყველაფერი ყოველთვის იციან რა. და აგერ ბიჭების დამსახურებით ფაქტიურად მივაგენით ძველ ქალაქს რა, აი ესე ვთქვათ, აღმოვაჩინეთ ქალაქი, ჩვენთვის ეს პირადად აღმოჩენა არის და არ მგონია ბევრმა ადამიანმა იცოდეს აქაურობის შესახებ. ჩვეულებრივად ნასახლარია, იქ შესასვლელი აქვს. ანუ ეს ტერიტორიები თავის დროზე ძალიან განვითარებული იყო და აქ ხალხი ცხოვრობდა. ეს იყო ნაქალაქარი და ფაქტიურად მივაგენით ძველ ქალაქს.
დაახლოებით მე-11-მე-12 საუკუნეებში იყო ქალაქი აქ და ეხლა არის დათვის ბუნაგი. და დროზე გავიქცეთ ჯობია. ცოტა გული კი დამწყდა რომ მეგონა რომ ნახავდი ინდიანა ჯონსში რო არის ხო იცი უზარმაზარი ის რა ქვია შესასრულიაო და ხო და იცი რა არის მე იმეც ვიტოვებ გულში რომ სინამდვილეში რაღაცები უბრალოდ გაიტანეს და სადღაც არსებობს მისტიკური საქართველოს მივიწყებული ქალაქი აბასთუმნის მთებში ამ კაცის დამსახურებთ აგი რა წესით ვაპირებთ რომ აბასთუმანში გავისეირნოს ეს ძველი სახლები განახოს და მე მგონი ნიკას აქ გეგმა რომ ზეკარზე აგვაფურთხიალოს ასე რომ არ გეგონოთ რომ აქ მთავრდება ჩვენი დღე აქ იწება ზეკარი ითვლება რომ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი უღელტეხილი არის საქართველოში ფანტასტიკური ხედებით ესეც სახლში ცხოვრობდი საერთოდ აბასთუმანში ესეც სახლში ცხოვრობდი რა მექნებოდა მექნებოდა მეგდებოდა სარგულის არა სულ ცხოვრო ხო ცოტა გამიჭირდებოდა აქ ცხოვრება რატო მაინც ძალიან სიჩუმე და სიწყნარია და სიმშვიდე ამ კაც არ ჩვეიცარია არ მოწონს ძალიან მოწესრიგებულიაო აბასთუმანში ძალიან სიმშვიდეაო აი სად იცხოვრებდი მაშინ ხაზბიქში და სვანეთში მართლა ამის მოსაწონი ქალაქი ხო ვერ გამოვძებნეთ ვერსად სტეფან წმინდა და მესტია ხო გოგოებო ვეძებთ ისეთია რა ლამაზია ქაურობა ზამთარში ხო აქ ობსერვატორია აუცილებლად სანახავია ჩვენ უბრალოდ აღარ წავედით იმიტომ რომ ვიყავით ნიკა ვასაძესთან ერთად რო ვიყავით ჩამოსულები მაშინ გადავიღეთ და ხარი მიგონა თვარი არისო ეგ იყო ყველაზე გადაობა ანუ ორი მთვარი სანახავად ჩამოვედით ობსერვატორიაში სპეციალურად მაგისტრის და აღმოჩნდა რომ თურმე უმთვარო ღამე იყო და ის ერთიც ვერ ვნახეთ თავის დროზე აქ იყო რომ შემოდიხარ მარშკა ტუბერკულოზის ცენტრი იყო და ფილტვით დაავადებულები ადამიანებს დღესაც ხო ტუბერკულოზი გავრცელებულია ხო და მოკლედ ჩამოყავდათ აქ და ადგილობრივები გვეუბნებიან რომ ეს ჭრექი ანუ ტუბერკულოზი ადამიანებს როცა ემართებოდათ აქ რო ჩამოყავდათ არავიზე არ გადადიოდა აქ ჰაერი კლავსო უბრალოდ ტუბერკულოზის ბაქტერიასო რა და ანუ სულ ჩამოყავდათ ტუბერკულოზიანები აქ და არავის არაფერი არ ედებოდა აქაურობას მოყვება თავის ერთი უსაშინლესი მხარე რომ მადა გაქვს როგორი იცი ჭამის მეც არ აკეთებ არაფერს არც ფიქრობ არაფერზე ანუ სულ ჭამა გინდა აი სუხაჭაპური გინდა სუყიყლი თან კიდე ერთი კი არ გინდა 4 გინდა მოშივდა ლობიანები ულოგია იმ პარკში მაგრამ თუდად უგიზნებ ორი კვირის წინ გაჩვენეთ ოქტომბრის PSP-ს ბოქსი როგორი იყო ჩვენი. ეხლა გადავწყვიტეთ რომ წავსულიყავით აფთიაქში და იქ აგვერჩია ნოემბრის ბოქსი როგორი იქნება. ბოქსი რა ის ნივთები რომელიც ჩვენ გვჭირდება და ყველაზე ხშირად ვიყენებთ. ამიტომ ნახეთ, თუ მოგეწონებათ მოგწერეთ, შეიძლება კარგი გათამაშებაც გავაკეთოთ. მარიშკა, იცი თუ არა რა არის სიბერე? რა ვიცი, აბა 24-ის ვარ, საიდან დავიცოდე. მარიშკა, მარიცის. შენ რო იცი, მე ეგ მიკვირს, რა დროს სიბერეა. მარიშკა, შეშუპებები დამეწყო ასაკობრივი. ეგ კიდევ სხვა არის. აი ნიკა სხვანაირი რაღაცები აწუხებს. ნიკ, შენ რა გაწუხებს სიბერესთან დაკავშირებით? ხელი. ჩვენ ხო იცი რომ PSP ხალხს უნდა უყვარდეს, იმიტომ რომ ჩვენი მეგობრია. ჩვენი მეგობრები თქვენ უნდა გიყვარდეთ, იმიტომ რომ ჩვენ ფორთხიალს ხელს უწყობენ. ნოემბრის ბოქსი კიდევ ესეთი იქნება. შიგნით გვექნება D ვიტამინი. D ვიტამინი ზუსტად ის პერიოდი ექიმიც გეტყვით, ეხლა უნდა დაიწყოთ დალევა. შეგიძლიათ 2000-სიანიც მიიღოთ, ზოგი 5000-სიანს იღებს, ოღონდ ეგ დანიშნულება უნდა გქონდეს. ჩემს სასთომალთან, ოღონდ ხუმრობის გარეშე მართლა არის მაგნეზიუმი. არის აუშვაგანდა, თუ ძალიან გამიჭირდა ღამე და ვერ ვიძინებ, აუშვაგანდას და მაგნეზიუმს ერთად სვავ. ფოლიუმის მჟავა პირადად მემაკლია და ამას სვავ. და
D ვიტამინის დრო მომივიდა ეხლა და D ვიტამინის შემოდგომაზე იზამთრისკენ რომ მიდიხართ უკვე დროა რომ დაიწყოთ რომ გაამაგროთ ხსნები და ორგანიზმი. ეხლა წავიდეთ სახის კანით გამომიშრა, სხეულის კანით მიშრება და დაბარება ხელიდან იწყება და მოდით კარგი საცხებით ავარჩიოთ. TikTok-ზე გვექნება Reels-ი, სადაც ნახავთ ჩაშლილად ამ ინფორმაციას რა პროდუქტები ავარჩიეთ ნოემბრის ბოქსისთვის. კიდევ ერთი გვაქვს. ჩვენი კოლაბი PSP-სთან ესეთია, რომ ჩვენ ყოველ თვე ვარჩევთ ჩვენს სასურველ პროდუქტებს, ჩვენ რა მოგწონს, რომელი საკვები დანამატი გვინდა, რომელი წამალი გვინდა, რა გვინდა და ამას ყოფილს ტესტავთ ჩვენ თავსა და ვამბობთ, იდეაში რაც მოგწონს, იმას ვიღებთ. მე ატიპიური დერმატიტი მაქვს. და ზუსტად მაგისტვის არის სხვათა შორის ეს ხაზი. აი არაფერი რო არ ატენიანებს, არასოდეს 48 საათიანი დატენიანება აქვს ამას. მოიწერეთ რა თუ ამ პროდუქტიდან რომელიმე თქვენს გამოცდილი გაქვთ და მოგწონთ და იქით თვეს რა ავარჩიოთ, რა წავიღოთ PSP-დან, რა გინდათ რომ გავტესტოთ თქვენს მაგივრად. ჩვენ ხო ხა თქვენს მაგივრად? ხო, თქვენს მაგივრად, თქვენ რო არ დაიხარჯოთ და გება რაღაცა გამოვიყენეთ და მე გეტყვით გამართოთ თუ არა. ხო და ვლოგის ყურება გააგრძელეთ. ძალიან საინტერესო ნაბები გელოდებათ წინ. საინტერესო. წლები, ჩონჩხები, გოლიათები. ეგ იყო უკვე. ხო. აბა ხა რა იქნება? სეირნობა, ზეკარი. გიორგი რომანოვი. იცი? გამიგია. ერთი დიდებული იყო მე-19 საუკუნეში, რომელსაც დაემართა ტუბერკულოზი. ჩამოიყვანეს აქ სამკურნალოდ, იმიტომ რომ აქ არის მიკროკლიმატი უნიკალურია, ეს უკვე ყველა მიცი საქართველოში. ხო და ხურდად მოგჩა ეს შენობები. ანუ როდესაც დიდებული ჩამოდიოდა, იმას ხომ მთელი ამალა მომსახურე პერსონალი, ფრეილინები, გამრთობები, ჭიქის დამჭირები, ამის ყველა მოყვებოდა. ამ ხალხს ხო ჭირდებოდა განთავსება კურორტზე. და სპეციალურად მაგ ხალხისთვის ააშენეს ეს სახლები? კი. ნიკა როგორ შემოვირიგოთ? ნიკა ხალხო დაგვიბერდა. ჯერ ხო მწვერვალზე მატარებლით ავუშვით შვეიცარიაში. და ეხლა მე მგონი რაღაცა ისა აქ რა კრიზისი აქ მაგ ყველაფრის მერე რა შეურაცხყოფილია. თაზე რომ მატარებლით იყო, მაგრა გაუტყდა და ეხლა რაღაცა უარყოფს ჩვენთან ერთად სიარულს. აქ არის ძალიან ბევრი კარგი მარტივი საფეხმავლო ბილიკები. ჩვენ ყველაზე იოლი ბილიკი ავერჩიეთ დაახლოებით 9 საათი უნდა და ძალიან მარტივია. მაგრამ იქ არის სხვა ბილიკებიც, რომელიც არის პირობითად 2 საათი, 3 საათი. ეს ბილიკები არ არის მონიშნული. ამიტომ დამსვენებელი და ტურისტი რო ჩამოდის, არ იცის, არ ჩანს Google Maps-ზე ეს ბილიკები, ესა ერთადერთი ცუდი ამბავი რაც ვნახეთ. ამიტომ გაჩვენებ ვიზუალურად სად არის ეს ბილიკები და თქვენ კიდევ გაითვალისწინეთ მონიშნეთ საფეხმავლო ბილიკები. ფეხი სიარული მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია. მარიშკა მანიაკი ვით გახარ. მარიშკა მიაბიბინა. ვერა კარგად საქმე. დრაკულა უთოლდი. ნიკა, ყველაზე ნორმალური ჩვენ შორის გაგიშდა რა გვეშველება. ყველაზე ცხადი და ადეკვატური ჩვენ შორის. აბასთუმანის მშვენიერ ბილიკებზე, რომელიც მრავლად არის აბუსთუმანში. რა გინდათ? რაღაცნაირად აჭრილი ხარ დღეს, აჭრილი ხარ მეთქი დღეს. რა ვიცი, არა. მანტორი მოწვია ჰაიკინგზე? ნუ ერთი არის მართლა გრაფ დრაკულას გახავ. ცოტა ხანი გადირო ხალხი. კარგია რომ ის არა, ერთი წამი რა მე ვიტყვი. ნინუცამ გამომიყვანა, ლამას სახლებში ვიარო თუ ქუჩაშია და რა ვიცი, ქუჩაში ჩასაცმელად მანტო ძალიან ადეკვატურია და თუ ტყეღრეში მომიწევდა გადმოხვევა, არ მეგონა. ხო და ეხლა მივდივარ მარიშკას ლუკი მოგწონთ, აუცილებლად დასვით ლაიკი და ასაპორტეთ მარიშკა. და ისე არ დაგავიწყდეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ვიდეოები არა მარტო დააკომენტაროთ და გვერდი გამოიწეროთ, არ დაიზაროთ, ხალხო, ყველაზე მარტივი რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, დალაიქება, აი მაგაზე მარტივი უბრალოდ არაფერი არა სოციალურ ქსელებში და დალაიქეთ, ძალიან გთხოვთ.
კაცრი ინტონაციით. და მოგწერეთ თქვენ თუ ყოფილხართ ჰაიკინგზე მარტოსმანტოთი და გეხოცეთ მითხართ ჩემი ფეხსაცმელი რომელსაც უკვე გვიმარიაჟებ რა შეიჭირიმე რა. ბევრჯერ გადაუღე, ძალიან მიხარია და მომწონს. მომწერეთ თუ მოგეწონათ. სუპერ კომფორტულია. ახალი გვაქვს. რა. წინაზე ხო სალათი იყო? ხო. ეხა დიეტას ვარ ღვივთ და მაგრამ ვრეპებზე გადავედით. მინუსი მე მინდა. არა, მე მინდა. ჩვენი დღევანდელი ლანჩი შემოიფარგლება ვრეპებით. მე მაგრამშია. მეც მაგრამშია. მოიცა ერთ წამი შეხედა აქ გაჟღერდა რომ დიეტას ვარ ვღავთო და დიეტას არ ვარ ვღავთ. იმიტომ რომ ჩემ რა ქვია საბუე სენდვიჩი იყო 295 კალორია და ეგ არ არის ბევრი. ეხა ვიარ ბილიკი, რომელიც არის საფეხმავლო და ძალიან სასიამოვნო სასიარულო. ბავშვებთან ერთად. კარგად არის გაჭრილი, ანუ ბავშვები, ხანშესულები, ვისაც სიარული არ უყვარს, ღიტი ვისაც აქვს, პირველად ვინც არის, ძალიან გემრიელი სასიარულო. თუმცა აქ ნაჩვენებია რომ view point-ზე მიდიხარ რომ გადასახედიო და რეალურად ამოვედით ყველაზე მაღალ წერტილზე და გადასახედი არ არის. თუმცა შედარებით ცოტა უკეთესი ხედია ვიდრე თქვა უღრან ტყეში რა, სულ ეს არის. აბასთუმნიდან არის ძალიან სასიამოვნო გზა, ზეკარის უღელტეხილზე, საიდანაც გადადიხართ საირმეში. ეს მხარე არის ულამაზესი და ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია საქართველოში რა. აქედან სასწაული ხედები იშლება, მთელი კავკასიონი მოჩანს, ქუთაისი მოჩანს, იალბუზიც კი მოჩანს, შხარა, თეთნული, მთელი ჩვენი კავკასიონის მწვერვალები, ქუთაისი, რავი, აფხაზეთი, ყველაფერი ხელის გულზე აქედან რა. კიდე რა სიტყვი დაამატე რამე აბა ფერის დაბეშტილები მე მოვგუგლე რა ხო ხო იძახი ხოლმე მოგუგლული მოვიდაო და ვართ 2180 მეტრზე ხო ხო სწორია კი და ეს არის იმერეთის და სამცხე-ჯავახეთის გამყოფი ქედი ნინუც რა შვება შენი ანაბარი შენი ანაბარი რა შვება ნიკ ჩემი კარგადაა მე ჩემი ძალიან კარგად არის მოვიკითხო ერთი ანუ უნდა არა ანუ უნდა თავისით არ შეგროვდება ხო კი შეგროვდება ნუ დარიცხო მე მგონი არა TBC Mobile Bank-ის აპლიკაციაში შენაერებისთვის აღმოვაჩინე ახალი ფუნქცია ახლა დამატებული იცი რაზეც ლაპარაკობ მარიშკა დაახლოებით მივხვდი ნიკასგან გამომდინარე ეგეც ანუ შენიც რომ მოვიკითხო ყოველთვიურად რიცხავ ხო კი მე ყოველთვიურად ვრიცხავ ოღონდ ჩემით შენით მე ესე მირჩევი მე ხო მე უყულაბა მაქვს ჩართული ყოველი გადარიცხვის შემდეგ რაღაცა თანხა მიდის და ყულაბაში მიგროვდება ამას რო გავუხსენით სვანეთში სუმაგად ვფიქრობდი რომ გამურიცხულია ნიკას თვის ბოლოს გაახსენდეს და დარიცხოს თანხა და დავრჩებით ჩვენ წაუსვლელები კილიმანჯაროზე. ჩემი ფულით მიდიხართ კილიმანჯაროზე? სპონსორების იმედიც გვაქვს მოგწერეთ. ხო და რა მინდა და მეთქვა, მოკლედ გამოვიდა ახალი ავტომატიზირებული სისტემა.
შენაერი ადამიანებისთვის, ვისთვისაც რთულია ამის დამახსოვრება, რომ მაგალითად ყოველ კვირა ან ყოველ თვე შენი ანგარიშიდან, მოკლედ შედიხარ შენს მიზანში, გახსნი შენ მიზანს და იქ არის ფუნქცია, რომ ავტომატიზირებული გადახდა. მე არჩევ, ყოველთვიურად გინდა რომ მოგეჭრას თანხა და რა თანხა, თუ ყოველკვირეულად გინდა, მაგალითად ყოველ ორშაბათს პირობითად მოგეჭრება 30 ლარი. და რა არის ყველაზე მაგარიცი ამ ამბავში, რომ არჩევ 3 თვე გინდა იყოს 9 თვე თუ 12 თვე. ანუ შენთან შეგიძლია ნახო ეგრევე რომ შეგყავს თანხა, რა თანხას დააგროვებ 12, 6, რა ვიცი რომელ დროსაც მივუწითებ რა და ეგ იცი როგორი რამხელა სტიმული არის. თიბის იმიზუნა შენზე ნიკა. იქ კვირაში ერთხელ თუ თვეში ერთხელ შენი. რა კვირაში ერთხელ თვეში ერთხელ. კვეში. არა, კვირაში ერთხელ ცოტა. ანუ აი თვეში წარმოიდგინე რა გინდა და ის გაყავი 4-ად და გავუშვი კვირაში. უფრო ვერ იგრძნობ. ფულის დაზოგვა მარტო საქმისთვის და რაღაცისთვის არ არის რა. შეგიძლია საკუთარი თავისთვის, საკუთარი მიზნებისთვის და საკუთარი სურვილებისთვისაც გამოიყენო რა. ახალი ჩანთისთვის ან ახალი თვლამურისთვის. თუნდაც ან მოგზაურობისთვის. და არა მარტო იმისთვის, რაღაც ბიზნესისთვის და ასე შემდეგ. მე მაქვს ერთი ძალიან ცუდი თვისება. ყველაფრის ხვალისთვის და ზეგისთვის გადადება მიყვარს. ფულისაც? ყველაფრის საერთოდ. კარგია. და მგონიჯობია, რომ დღესვე დაიწყო შეგროვება. დღესვე დაიწყო გადადება. დღესვე დაიწყო გადადება, რომ უკვე 5 თვეში და 6 თვეში ხელმისაწვდომი უნდა მიიღოს ჩვენთვის შენი მიზანი და ოცნება. თუ აქამდე გვიყურეთ, ჯერ კიდევ ჩვენი მონაცემების თანახმად, ჩვენი მუდმივი და ერთგული მაყურებლის 57% ჩვენი გამომწერი არ არის. ვიცი რომ მომაბეზრებელია ყოველ ჯერზე რა გთხოვთ რომ გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, მაგრამ ნუ გჭირდება რა. ხო და შვეიცარიის ვლოგმა კიდე ეგ გვაჩვენა, რომ რეალურად თურმე ეს ლაიქები ძალიან ბევრ რაღაცას ჩვება და თქვენც არ გეზარებათ რა დალაიქება. შეიძლება ვიღაცებს გამოწერა გეზარებოდეთ და არ გინდოდეთ, მაგრამ ლაიქი მარტივი ამბავია რა უფრო და დრონის კადრით დავემშვიდობათ? ხო. ძალიან კაი ხედი არის. შენ არ დაემშვიდობები ადამიანი? ნახვამდის. ცოტა უფრო გულითადად? გულითადაც ნახვამდის. შენთვის საყვარელი და ყველაზე კარგი ნაწილი ამ ვლოგის რა იყო? იცი რა, ზეკარი მომწონს ძალიან. ზეკარი მოგწონს. სუბიექტურად რო თქვა, აქაურობა არის რაღაცნაირად ხელის ისეთი. გულზე არის. თავშესაფარებითაა რა, ამოდიხარ, რაღაც სხვა განწყობით, სხვა გარემოა, სხვა ენერგია. კავკასიონს უყურებ, მთელ იმერეთს უყურებ, იქეთ ჯავახეთს და სამხრეთ საქართველოს უყურებ. ცოტა შვეიცარია გავს საქართველოსთან აქ. თუ გინდა გაცოცდებით, თუ გინდა გახოხდებით, ტყეში მოდიალებ, ანუ ძალიან კარგია ზეკარზე რა. შენ საქართველო გიყვარს ჩემი აზრით, ზეკარი კი არა. ალბათ, რავი, ზეკარიც მიყვარს. მართლა ცუდია? არა, ძალიან ლამაზია, მართლა ძალიან ლამაზია. გინდა საერთოდ ამოდით. ორივე მხრიდან იდეალური არის. თბილისიდან არის 4 საათნახევარი, ქუთაისიდან 2 საათნახევარი. კი ბატონო. რა უნდა აქ მოსვლას? დავდუქით. წავედით დრონით გემშვიდობებით.